გამარჯობა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღევანდელი გადაცემა ქართულ ჭიდაობას გვინდა მიუძღვნათ, რომელსაც 1000-სლოვანი ისტორია აქვს და ჩვენი სახელოვანი მოჭიდავეების წარმატების იქნება ეს კლასიკურში, თავისუფალში თუ ძიუდოში საფუძველს წარმოადგენს. დღეს ეხა ჭიდაობა მოგეხსენებათ სპორტის სახეობაა და მრავალი სხვადასხვა ჭიდაობის სხვადასხვა სახეობა არსებობს. მაგრამ ადრე ეს უპირველეს ყოვლისა საბრძოლო დანიშნულების იყო და იქ ნასწავლ ილეთებს ომის დროს ბრძოლაში იყენებდნენ ხოლმე. ფალავნები ყოველთვის დაფასებულები იყვნენ საქართველოში და ალბათ ყველა ქვეყანაში ესე იყო. უამრავი ისტორია შემოუნახავს მათზე მატიანეს უამრავ ლეგენდებს თხზავდნენ. ცნობილია მაგალითად შემონახულია მე-15 საუკუნის ამბავი, სადაც მზეჭაბუკ ათაბაგს თათრების ფალავან ძალანთან უჭიდავია და დაუმარცხებია და ესეთი მსგავსი ისტორიები მრავლად არის ჩვენს მატიანეებში. აი სწორედ მათზე სასაუბროდ მოვიწვიეთ დღეს გადაცემაში ქართული ჭიდაობის დიდი ქომაგი და კომენტატორი, ასევე ჩვენი კოლეგა და მეგობარი ჟურნალისტი თამაზ გოგიბედაშვილი. კეთილი იყოს ბატონო თამაზ, თქვენი ფეხი ჩვენ გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ცოტა გამაწითლეთ ახლა ისეთი შესავალი გავუკეთეთ ჩემ წარდგენას, თუმცა შევეცდები რომ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. ჩვენ და საამაყოთ და ჩვენ და საბედნიეროდ მხოლოდ ჭიდაობაში ჩვენ იმდენი ოლიმპიური მედალი გვაქვს, რომელიც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. აღარ ვლაპარაკობ ლათინური და არა მარტო ევროპულ ქვეყანას. მე ვარ ინდოეთი და ჩინეთი რო ავიღოთ, იმათაც რო გაუნაწილოთ მაყურებლები. მაინც ხოთ შეაფასოთ აი ეს ქართული ჭიდაობის ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მე-19-20 საუკუნეში. ეს მაშინ, იმიტომ რომ პრესა მაშინ გაჩნდა, სამწუხაროდ მანამდე. საქართველოში მაშინ გაჩნდა. ხო, სამწუხაროდ მანამდე. ჯონ კენედის კარგი რაღაცა ნათქვამი, რომ ქვეყნის სიძლიერე გამოიხატებაო ატომური ქობინების და ოლიმპიური მედლების რაოდენობითო და ქობინები ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მედლები თქვენთვის არ იყოს, რამდენიც გნებავთ, კი ბატონო. შეგვიძლია ცოტა გავცვალოთ კიდევაც, არა იმდენი. მე თავში ჩემს ქობინებს. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ პატარა ერი ვარ და გვირჩევნია ნამდვილად. ეხლა რაც შეეხება პრესას, ბატონო თემურ და იმას, სწორედ პრესი და დღეს როგორც არის დღეს ტელევიზიით არის თქვათ, იგივე პრესით სოციალური ქსელი კიდე უფრო მეტად დაეხმარა ხო აი ამ სპორტსმენების პოპულარიზაციას და მაშინაც ესე, იმიტომ რომ მანამდე რო ავიღოთ, დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონმა კახამ ბრძანა, რა ვიცი, უხსოვარი დროიდან არის ეს ჩვენი ჭიდაობა და იმდენი გვარია დაკარგული ალბათ და ისეთი გვარები რომ აი მეტად სადღაცა იყოს და წავიკითხოთ რა ჯობია მაგას და აი როდესაც გაჩნდა გაზეთი ივერია, დროება, ეხლა ვიცით ხო ვინ ედგა სათავეში და სხვა შორის ილია ჭავჭავაძე იყო ხშირად ორგანიზატორი, იგივე აი ყველაზე გახმაურებული ჯახი, ასე ვთქვათ, ჰქონდა კულაგდანელს, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო, განსაკუთრებით თბილისში და მთლიანად საქართველოში ლექსები წერებოდა დღემდე სიმღერებში. აკაკის პოემა აქვს, ხო, პოემა და ილია იყო ორგანიზატორი. თბილისში შეხვედრის, 3 შეხვედრა ჩატარდა, მათ შორის სამივე პრესაში აისახა, რა თქმა უნდა, პირველი ბათუმში, როქჩილსის ქარხანაში მუშაობდა ეს ნესტორი. სორტადან იყო სამეგრელოდან წარმომავლობით და ძალიან ჯანიანი კაცი იყო და იქ ალბათ იმ როქჩილდსთან ერთია 20 კაცის საქმეს აკეთებდა ალბათ. ახლა იქ დირექტორად არავინ დანიშნავდა მას და მუშად მუშაობდა და დიდი ჯანის პატრონი და რომ დაჭიდეს კულას მოუგო. ახლა კულა უკვე უფრო ასაკში იყო მართალია, მაგრამ ერთგვარი ის იყო, სენსაცია იყო მაშინ ეს რომ როგორ მოუგო. მეორე შეხვედრა როგორც ვიცით რომ ქუთაისში ჩატარდა მათი ესეც გაზეთებში იყო და მესამე აი როგორც ბატონმა კახამ ბრძანა
პოემაც კი დაწერა, სხვათა შორის ძალიან კარგი ლექსია ის, რომელიც აკაკი მიუძღვნა, მაშინ აკაკი ესეც ცნობილი არ იყო სხვათა შორის და ფსევდონიმით აქვს ძველი მოჭიდავე, ესეთ ფსევდონიმით აქვს ეს პოემა დაწერილი. ხო, აი ახლა ის თქვით, რომ აი როგორი ხალხი ედგა სათავეში. ილია ამის გარდა ძალიან აქტიური იყო თვითონ ილია ჭავჭავაძე, ნუ ერის მამა ჩვენი, ხო და ახლა ეგ ერის მამა რო აქტიურია რამე საქმეში და მით უმეტეს სპორტში, უკვე რა პოპულარულია, ამაზეც მეტყველე. ბარონდებაი იყო ესეთი, რომელიც საქართველოში რამოდენიმეჯერ აქვს ნამოგზაურები და მისი, ასე ვთქვათ, მასპინძელი იყო ერთ-ერთი სტუმრობის ამ ბარონდებაის, რომელიც ოფიციალურად ჩამოდიოდა აქ მაშინ რუსეთის იმპერია იყო და რაღაც როგორც გეოლოგი თუ არ ვწდები ეს ბარონდებაი ესე ჩამოდიოდა და კავკასია კარგად წიგნიც აქვს დაწერილი იქ აქვს აღწერილი ქართული ჭიდაობა ამ ბარონდებაის და პირველი ფოტოსურათი ქართული ჭიდაობის რაც არსებობს 1898 წელს არის გადაღებული ალავერდობაზე, მაშინ ყველა რელიგიურ და საერო დღესასწაულებზე ქართული ჭიდაობა შემადგენელი ნაწილი იყო. პირველი ფოტო აი სწორედ ბარონდებაის გვაქვს შემორჩენილი ალავერდობაზე ჭიდაობა, რომელიც რამოდენიმე ფოტო აქვს. მაგრამ, ნუ აი კულაგდანელი ვთქვით, ნესტორესებოა ვთქვით, ესენი უკვე ძალიან პოპულარულები, მაგრამ მანამდე იყო კიდე ესეთი დათა ხიზამბარელი იყო. პროფესიით მეტივე, ნოსტელი სხვათა შორის, სააკაძეც არის ცნობები, ნუ ლევან სანიკიძეს გაკვირით, მაგრამ სხვანაირად არც იქნებოდა, ახლა გიორგი სააკაძეს რო არ ეჭიდავა, ახლა როგორ იქნებოდა, ახლა სოფელში ყველა ჭიდაობდა და ახლა გიორგის არ ეჭიდავა, ნუ ახლა ეგეთი და ძალიან მაგარიც იქნებოდა. ხო და ეს კაცი ბადმინტონით დაკავებული. ნამდვილად ნაკლებად და ძალიან კარგი იყო. ვიწვი ჩემო გახა ნომერ პირველი სპორტის სახეობა იყო მოკლედ ქართული ჭიდაობა მაშინ და სხვა შორის მე მეფის რუსეთმა აკრძალა არა იმიტომ რომ ქართული ჭიდაობას ებძოდა იმიტომ აკრძალა 1900-იანის დასაწყისში მოხდა ეს რომ ძალიან ბევრ ხალხს კრიბავდა ძალიან ბევრს და ეს ხალხის შეკრება არ უნდათ უბრალოდ ყველა რაიონში თბილისის მაშინ იყო საჭიდაოები მოწყობილი ნუ განსაკუთრებით თქვათ აი ფიქრის გორა გამოირჩეოდა გრიშუას ბაღი და იყო რამოდენიმე ცენტრი სადაც ეს თუმცა ყველა რაიონში ტარდებოდა ზითად უქმე იქნებოდა რა თქმა უნდა უქმე დღეებზე ავლაბარში კი ბატონო და პერიოდული პრესა უთმობდა დიდ ადგილს აი ამ ქართულის მოჭიდავეებს და ესე ხდებოდნენ ეს ხალხი პოპულარულები მე-19 საუკუნეში და მე-20-ის დასაწყისში რომელი მოჭიდავეები იყვნენ აი განსაკუთრებით პოპულარობას ძლიერისგან მოდის ხო? აი კოსტა მაისურაძე მაგალითად მაგის წაგება არც გაგვიგია. კოსტა ქართულს ჭიდაობდა რა თქმა უნდა, კოსტა იყო ხაბაზი, ხო, ეგეც არა ადამიანი ჯანის პატრონი, ეხლა რაჭაში მოგეხსენებათ დასავლეთ საქართველოში იმდენად ქართული ჭიდაობა არ არის როგორც აღმოსავლეთში, მაგრამ რაჭაზე ამას ვერ ვიტყვით. რაჭაში აი სოფელი არ იყო, მოკლედ რო დღეობა არ არსებობდა, რო არ ჩატარებული იყო ქართული და ეხლა კოსტა იგაზდილი იყო და მე რო ნახეს აქ რა ჯანი ქონდა ამ პურის მცხოვრელ კაცს მე გაუფორმეს ცირკები, მაშინ ეს ცირკის არენები, ისინი იყვნენ ფაქტიურად პრომოუთერებს რო ეძახით დღეს, აი ჭიდაობის, იმიტომ რომ შემოსავალი დიდი იყო ამ ჭიდაობიდან და ცირკები შენდებოდა ძირითადად რუსული წარმომავლობის ესიკოვსკის ცირკი, ძმები ესიკოვსკები იყვნენ, ნიკიტინის ცირკი და იქ გამოდიოდნენ ეს ხალხი და მე ეს ცირკები ხელმძღვანელები უფორმებდნენ კონტრაქტს და დაყავდათ. სადაც კოსტა წაუყვანია წაგება არავის არ ახსოვს. კიდე კოსტას გარდა ნუ კულაგდანელი ვთქვით, ნესტორესებოა ვთქვით, ვანო კამბეჩუა იყო ესეთი ძალიან მაგარი ფალავანი ძალიან იმის წაგება აბულაძე იყო, აბულაშვილი იყო თურმე ბატონო გახა და ნუ მე გვარი შეიმოკლა და მე თან ყველას თიკუნი ქონდა აბსოლუტურად, ანუ მეცახელი ყველას და ამას კამბეჩუას აქეძახდნენ ჰერკულესი დაარქვეს იქ 11-ჯერ არის რუსეთის იმპერიის ჩემპიონი. ესიკოვსკისთან ქონა მაგას კონტრაქტი და იმას დაყავდა ყველგან. შემდეგ უკვე წამოვიდა სანდრო კანდელაკი, ისიც ქართული გოლიათი ხო ესეა და ბიუსტიც რუდგას იცით ყველა მცხეთაში.
კიდე ვინმე რო არ გამოგჩეს თქვათ ესეთი ბეჭდაუდებელი ფალავნები შაშო ვერელი ძმა გიორგი ვერელი მცნელები იყვნენ თან ესენი ჭიდაობის მერე ყველა იმას სკოლას აკეთებდა პირველი სკოლა კულაგდანელმა გააკეთაო და ნესტორესებუამ სამეგრელო დაარქვა კულას სკოლას არ ვიცით რა ერქვა კრუქს ეძახდნენ მაშინ ეს ნესტორესებუას კიდე დიდი წვლილი მიუძღვის იმაში რომ დასავლეთ საქართველოში წავიდა მერე თბილისიდან და იქ უკეთებდა უდიდეს პოპულარობას აი ამ დიდ ქალაქებში მასტერ კლასებს რო ეძახიდნენ იმას მართავდა და ასწავლიდა ქართულ ჭიდაობას და დიდი სკოლა ჰქონდა ახალ სენაკში და ქველმოქმედებიც იყვნენ ნესტორესებუას სკოლა აქ აშენებული წითელ ჯვარს ეკულა დაეხმარა კი ბატონო ნესტორესებუა წითელ ჯვარს ეხმარებოდა სულ მიხა ქურხული იყო კი ბატონო ეგეც რუსეთის იმპერიის ჯარში მსახურობდა ჩამოვიდა 31 წლისამ დაიწყო ჭიდაობა სხვათა შორის გვიან რა ხო ჭიდაობა ნუ მანამდე ხა სოფელში ჭიდაობდა ამასაც ცირკში გამოსვლა იმიტომ რომ მანამდე მსახურობდა სხვათა შორის ისტორია ესეთი რომ კოლია ქვარიანი გაგვიგია კიდე ყველას ხო ეს ქუთაისელი ფალავანი ქონია როგორი გამოსვლა. ყველას მაინც შოუ იყო ეს ჭიდაობა. ხო, აიძულებდნენ ეს ცირკის ხელმძღვანელები, რომ თან შოუს ელემენტებიც ის მაგალითად კულა მიცოდა, თურმე მალაყებს აკეთებდა და ისე გამოდიოდა ხალხი ნუ ძალიან ხალისობდა ამითი. ხო და კოლია ქვარიანი გამოდიოდა თურმე 7 ბანოვანი ქალი მოაცილებდა და ისინი ხდიდნენ იმ ტანისამოს ნუ რაც ეცვა ტანისამოსი და მე რეაცმევდნენ ამ ჩოხას და ესეთი რიტუალი ჰქონდა და ამ კოლიას ნათქვამი ჰქონდა რომ თუ ფეხს ქონდა სხვათა შორის ესეთი რამ თუ გავილახებიო ჩემ ფეხს ვეღარ ნახავ თუ აქო ანუ თუ წამაქცევენო და პირველი მიხა მოუგო ამ კოლიას და იმის მერე მართლა წავიდა ეს კაცი ჯერ პარიზში წავიდა და მერე უკვე ჰოლივუდში იღებდნენ კოლია ქვარიანი ძალიან დიდი მოჭიდავე იყო კი ვიცით და იქაც ნუ ფილმებში აღმოჩნდა კი ბატონო და იქ ჭადრაკში ამერიკის ჩემპიონი გახდა და ჭიდაობაში ძალიან მაგარი რესტლერი იყო და ასე შემდეგ კი ბატონო ორიოდე სიტყვით დავამატებ კოლია ქვარიანზე ახალ სიტყვა მოიტანა 1924 წელს პაულო იაშვილის და კოლაუ ნადირაძის თაოსნობით ქუთაისში საიუბილეო საღამოც ჩატარდა ნესტორესებუასი და აი ჭიდავა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძალიან ლამაზი სტილი ჰქონდა ჭიდავით ყველას მოუგო და 1928 წელს გადასახლდა ჯერ პირინეს ნახევარკუნძულზე ესპანეთში მალევე წავიდა საფრანგეთში ქართული რესტორანი ჰქონდა სადაც ხშირი სტუმრები იყვნენ ქართველები ყველას უგებდა და ძალიან პოპულარული იყო და მეორე მსოფლიო ომი რო დაიწყო გადასბარგდა ამერიკაში და იქ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია $200,000 აქვს მოგებული ესე იგი მახრჩობელა იყო ესეთი ედ ლუისი დაამარცხა და აი $200,000 მე გახსნა ეს საჭადრაკო კლუბის გახსნა და საჭიდაო უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკმაოდ შეძლებული კაცი $200,000 იმდროინდელი 20 მილიონია კი ბატონო ყველა ქართველის პატრონი იყო თანო აი უფრო მაღალი ჰონორარი იყო კიდე ესეთი ჯონ კლუქსტორსი იყო ესეთი იმის დაამარცხა და სამწუხაროდ არ მოიქცა ჯენტლმენურად უკვე ასპარეზობის შემდეგ თვალში ჩაარტყა და თვალი დაუზიანეს ძალიან პრობლემა ჰქონდა მე მხედველობის მთელი ცხოვრება. სხვათა შორის მე იშვილა ერთი იტალიელი, რომელმაც ანტონინო როკა, კი ბატონო, რომელიც სოფლიო ჩემპიონი გახადა და რომელმაც მე გაძარცვა. და ესეთი ისტორია სულ რაღაცა 3 წლის წინ დამიკავშირდა სანდრო კანდელაკის შვილიშვილი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს ემიგრაციაშია და სანდროს შვილიც ხო თავისუფალ ჭიდაობდა ნაკრებშიც იყო ამერიკაში რომ მოხდა ფოტოც არის რომ ძალიან გაუხარდა რომ ქართველები მაშინ მირიან ცალქალამაინძე იყო ვახტანგ ბალავაძე თუ არ ვსწრები მამა ჩემსო ესე იგი სანდროს შვილს რა შვილიშვილი მეუნება რომ თხოვდაო ძალიან რომ დარჩიო და გიშვილებო რა დარჩიო მე და მამა შენიო ახლო ვიყავითო ისო და დარჩიო და შეეშინდა სანდროს ერთ ერთი აქ ოჯახი ყავდა და მე ხა იქ ამერიკაში დარჩენა
საერთოდ Chess Review არის ესეთი ჟურნალი მოჭადრაკეების ამერიკაში და პირველ გვერდზე იყო მაგისი ფოტო. რამდენიმე ფილმშია გადაღებული და ჰოლივუდის ჰოლივუდის სტენლი კუბრიკს აქვს გადაღებული მეგობრობდნენ კვლელობა. სამწუხაროდ არ ვიცი აი თქვენ რო ახსენეთ ეხლა რომ გაძარცვა ამ როკამ შეიძლება მაგიტომ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა უკვე სიცოცხლის ბოლო წლებში. კი, მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა ხონორარები ქონდა, აი ბოლოს ცხოვრე სიცოცხლის ბოლოს უკვე ხელმოკლედ იყო ძალიან და ტრაგიკულადაც დაამთავრა სიცოცხლე. გამოესარჩლა რაღაცა ცემეს იქ ხუთმა ხო მეგონი რატკანიანმა და მე დაიწერა ნიუ-იორკის ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა რომ აი ორი რო ყოფილიყო ნებისმიერ ორს გაუსწორდებოდა მაგრამ აი ხუთთან მიუხედავად იმისა ასაკში 77 წლისია მაგრად ჩხუბობდა და პლუს ქართული ჭიდაობა ვიცით რაც არის ხო მაგრამ ეს ქართული ჭიდაობას ალბათ სინთეზია რას ვამბობ ჭიდაობდნენ იმერლები გურულები სვანები გურულები ქართკახეთზე არ არის ლაპარაკი მთლიანად რა სახეობები იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აი ხა სახელები შეიძლება ყველა ვერ გავიხსენო აი მაგალითად იმერეთში იყო საბეჭურიდან ჭიდაობას ეძახდნენ ქართლში ხა ქართკახეთში ქართული ჭიდაობა ხო აქ იყო უფრო გავრცელებული მაგრამ მაჯურა იყო და თვალახვეული მკერდობა იყო კიდე ესეთი ჭიდაობა ქართკახეთში გავრცელებული სვანეთში სხვათა შორის ეხლა შემორჩენილია როგორი ჭიდაობა იცი ბატონო გახა კამარი უნდა მიცე რა პარტერი იქაც არ არის ეს გვეჭიდი რა და ეს ჩავლებას აძლევდა ეს ლიბერგიელ ქვია და ლიბურგზგალ აი ორი ესეთი ჭიდაობა აქვს ერთ-ერთი შემორჩენილია დღემდე არის ატარებენ იმას მაგალითად საინგილოში იყო ქამარ ერქვა ესე გურულებს ქონათ ორი ჭიდაობა ეხა სახელი არ მინდა არასწორად თქვა ქონდათ ხევსურებს მოშდამოშ ერქვა ეს კარგი ჭიდაობა ხევსურებსაც საბრძოლო ხელოვნებები ბევრი ქონდათ კი ვიცით მთიულებს ქონდათ კიდე აჭარლებს მატეკრობა ერქვა თუ არ ვწდები და მე აი როცა დაждდა უკვე ილო თომაშვილი იყო ესეთი თავად ძველი მოჭიდავე სვანელის ფსევდონიმით ჭიდაობდა ცირკებში ძირითადად უფრო ცირკშიც გამოდიოდა ეს სვანელი მაგრამ ძირითადად უფრო ფიქრის გორაზე ჭიდაობდა ხოლმე და ძალიან განათლებული კაცი იყო ეს ილო თომაშვილი და ის დაждდა 4 წელი და შეიმუშავა წესები ხო აი რასაც უკვე თანამედროვე ქართული ჭიდაობა ქვია თქვენ შეკითხოს რო უპასუხოთ ზუსტად ხო და იქ აი ეს ჭიდაობები რომლებიც ჩამოვთვალე და რომლებიც კიდე არ ჩამოგვითვლია იქედანაც ბევრი რაღაცა შეიტანა ამაში ძირითადად ხერხემალი ქართკახურია ეს ქართული ჭიდაობის მაგრამ აი იმ სხვადასხვა სახეობებიდანაც შევიდა რაღაცეები მოკლედ აი იმ სახელმძღვანელოში რომელიც 1940 წელს გამოიცა სხვათა შორის აი დასაწყისში ვთქვით რომ აი მე-19 საუკუნის ზედ დრო შევხედოთ სპორტის ისტორიებს ძირითადად სპორტის სახეობები რომლებიც დღეს აი ყველაზე პოპულარულია სწორედ მაგ პერიოდში ჩამოყალიბდა იგივე ფეხბურთი, კალათბურთი და დღესაც არის და ქართული ჭიდაობაც აი ძალიან სწრაფად ამ ინიციატივას ასე ვთქვათ ძალიან სწრაფად აუღო და ის კი არა 25 წელს შეიქმნა საბჭო 21 წელს უკვე სექცია იყო თუმცა კომუნისტებიც უნდა ვთქვა და ვაღიაროთ რომ საკმაოდ დიდ პატივს სცემდნენ ასე ვთქვათ ყურადღებას აქცევდნენ ну კომუნისტების პერიოდში ჩვენი მოსახლეობა პირველი საბჭო მაგალითად ნიკო კეცხოველი დანიშნეს დღეს რო პრეზიდენტს ვეძახით საბჭოს თავმჯდომარედ და ნიკოს ძალიან უყვარდა ბატონ ნიკო კეცხოველის გორიდან იყო წარმოშობით მოგეხსენება წარმომავლობა ხელს კი ბატონო და ძალიან კარგად ერკვეოდა 28 წლიდან ფალავნობას ვატარებთ ქართული ჭიდაობიდან აღებული ილეთები სხვა სახეობებშიაც კი არის იქნება ამაზედაც კი ბატონო აი ინოკუმა იყო ესეთი ისაო ძალიან მაგარი კაცი იყო ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ხო ის წერს თვითონ რომ მეო ძალიან ბევრი რამე ამაკ აღებულიო ქართული ჭიდაობიდანო ვინც ანზორ კიკნაძეს შეხვდა ნახევარფინალში ტოკიოში გაუკეთა ეს ქართველების ზეზელაკის სრულს დგომელას ეძახიან და ისე დააგდო თურმე რომ
დეზორიენტირებული შეიქმნა ეს კაცი რა, რომ გაითიშა რა, მოკლედ რა და აბსოლუტურად ისა ფეხზე დგას, მაგრამ გათიშულია, რო წამოდგა და საჯმა მიცა ჯიმე, ანუ მიდითო, იჭიდავეთო, მივიდა კიკნაძე, რო შეხედა რომ კაცი გონზე არ არის, უკან წამოვიდა, დადგა და ნუ მერე მოეგო ის გონს და მერე ორი ვაზარი აუღო და მოუგო და მერე დაუფასა იმ კაცმა. ხო და შეუყვარდა ქართველები თან კიკნაძეს თასი ჩაატარა იქ იაპონიაში. ხო და სამურაების ტრადიციის მიმდევარი იყო და მერე იმ კაცმა ტრაგიკულად დაამთავრა სვაჩოლის თავის ხარაკირი გაიგეთა რა მოკლედ და კიკნაძე რო გარდაიცვალა ოჯახს თხოვა რომ რაღაცაო მეცო წვლილიო რაღაცაო შემატანინეთო იმაშიო და საფლავის ქვაო ახლა არ უჭირდათ მაგრამ ნუ კარგიო რა ხან გინდაო ესეო ისო კიდე იყო სასახარა იყო ესეთი მოჭიდავე ოღონდ თავისუფალის სასახარა ოლიმპიური ჩემპიონი იყო თუ არ ვწდები ოლიმპიადა ქონდა მოგებული მეჯურის ხევში იყო ლიად ბატონო კახა საკეიფოდ ქართველებს ნუ მეგობრებს ხო და გამოსულა ეზოდან და თვითონ წერს რომ ხედავ ბევრი ბავშვებიო მოზარდები შეკრებილები არც სნელი ყავთო არც უფროსი ადგას თავზეო და ისე კარგად ორგანიზებულად ერთი იჭიდავებს მოიგებს გავა მეორე ისო მაშინ მივხვდიო რომ რაშიაო სიძლიერეო ქართველების და ქართული ჭიდაობისო რომ აი ესე სნელის და იმის გარეშეო ქართველიო ფაქტიურათო ამბანს და ჭიდაობასო ქართულ ჭიდაობას ერთდროულად სწავლობსო და ესეთი რაღაცა ასე რომ აი იგივე სამბო ავიღოთ ხო თლიანად რაც დგომში ისინი იყო სამბოს ახლა როგორი ისტორია ხარლამპიევი ითვლება სამბოს ფუძემდებლად ცნობილია ეს რომ ყველაზე დიდხანს საქართველოში დაყო აი ამ სამბოს შექმნა რომ უნდათ კომუნისტებს და ყველა ილეთი რაც თქვენ თქვით გახა ყველა ილეთი სახელმწიფო დადგენილებით ნომერიც ჰქონდა იმას ნანახი მაქვს შეიტანეს სამბოში ქართული ჭიდაობიდან წამოსულებიდან ვინც იყო ეს იყო არსენ მეკოკიშვილი გვირგვინი ყველაფერი აი ამისა იმიტომ რომ 52 წელში იგი უკვე გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე და პირველი ტურნირი იყო საერთაშორისო რო იჭიდავა ოლიმპიადა 40 წლის ასაკში გახდა ოლიმპიადის ჩემპიონი და ნუ ახლა ბევრი მითები დადის ბევრი ლეგენდები დადის არსენ მეკოკიშვილზე მაგრამ ის რომ არ ვთქვათ რომ 34 წლიდან დაწყებული 44 წლის ჩათვლით საქართველოს ფალავანი იყო, ესე იგი ტარდებოდა იმ დროს. ჩემპიონატები ტარდებოდა სამჯერ აქვს აბსოლუტური ფალავანი მოგებული 26-ს, 27-ს, 38 წელში. მე უკვე წაიყვანეს რუსეთში და ესეც არ შეიძლება რო არ აღნიშნოთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაშიც ბეჭდაუდებელი იყო, არ წაუგია არც ერთი და სამბოშიც არც ერთი არ წაუგია. 9ჯერ აქვს მოგებული საბჭოთა კავშირი თავისუფალში 7ჯერ აქვს. რატომღაც 1-2ჯერ კლასიკურიც იჭიდავა და დამარცხდა. არ ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები თავისუფალში და იმიტომ 2ჯერ აქვს ნაჭიდავები და ერთხელ მეორე აიღო, ერთხელ მეხუთე თუ არ ვწდები. 2ჯერ კოტკასთან წააგო ოლიმპიურ ჩემპიონთან. ოლიმპიური. სალქალამანიძე ვახსენეთ, მაგალითად სუბთა ქართულით მოიგო. აი მისი ისტორიაც ძალიან გვიან დაიწყო ძალიან. 24 წლის მივიდა, წარმოიდგინეთ, სპორტზე და 5 წელიწადში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ესე 24 წლის ხალხი ანებებს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 24 წლის. მაგრამ 29 წლის გახდა ის სპორტზე ნაციონალური. დაობა ევროპის ჩემპიონი მithumetes თქვენი მონაცემები. ვარჯიში რო დაიწყო, რამდენიმე თვეში გახდა როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ჯერ საქართველოს მოიგო, თბილისი მოიგო, მერე საქართველოს მოიგო და მალევე საბჭოთა კავშირი თვეში კი არა, მე რამდენიმე კვირაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. კი ბატონო, ხო და აი რატო თქვი ქართული ჭიდაობა მქონდა მარტო ბაზა აი სოფელში ქართული ჭიდაობა და იმ ოლიმპიადაზეც 5-დან 4 მოიგო აი ქართული ილეთები მკითხეთ თქვენ ბატონო კახა აი ამოგლეჯვას რო ეძახიან ძიმდოში ხაბარელი დაარქვეს ახლა ცოტა სახეცვლილად კეთდება იმიტომ აგზალეს ფეხის ჩახვევა ამას აკეთებდა იდეალურად რა ჩაახვევდა ფეხს და უკან გაისრო და ქართული ჭიდაობის ილეთი სუფთა ხერხი საბედნიეროდ მართლა ჭიდაობაზე იმდენი გვაქვს სალაპარაკო რომ ერთი კი არა 10 გადაცემა და სამწუხარო ის არის რომ უნდა დავემშვიდობოთ თამაზ ბატონს და დაწუნებული ვარ რომ
მომავალშიც არაერთხელ შევხვდები. დიდი მადლობა. სიამოვნები, დიდი მადლობა მადლობა. სტუმრისთვის და საინტერესო საუბრისთვის. გადაცემაში ერთობ საპატიო სტუმართან, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, უამრავი ტიტულის მფლობელ ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ თემურ ხუბულურთან ერთად ბრუნდებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ბატონო თემურ ჩვენ გადაცემაში როგორ ბრძანდებით? დიდი მადლობა ბატონო კახა მოწვევისათვის. მადლობას გიხდით. ივესალმებით თქვენს მაყურებელს და სასიამოვნოა რომ მომიწვიეთ თქვენს სტუდიაში. სიამოვნებით კი უპასუხებთ თქვენ შეკითხვებს საინტერესო ქართული ჭიდაობის თემებზე. მიმდინარე ჩემპიონატი აბსოლუტური 20-25 რომელიც თბილისში ჩატარდა და ავიცი მაყურებელმა უნდა თქვას შეაფასოს ძირითადად და ჩემი აზრით რომ ძალიან კარგად ჩატარდა ღონისძიება. მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს მთავრობას, სპორტის მინისტრს პირადად შარვა გოგოლაძეს, ფონდს სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა ფონდი, რომელიც ეხმარება მსგავს ღონისძიების ჩატარებაში და გვერდში უდგას ქვეყანაში არა მარტო ქართულ ჭიდაობას, სხვადასხვა სპორტსა. გილოცავ ბატონო თემურ კიდევ ერთხელ ამ მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და სანამ მიუბრუნდებით ქართულ ჭიდაობას, თქვენ კარიერაზე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. თქვენ ძალიან ადრე უკვე მონაწილეობდით ახალგაზრდულ ჩემპიონატებში. თქვა ის 74-ის იყო გამორჩეული მარაკანაზე ბრაზილიაში ჩატარდა ის გახმაურებული შეხვედრა გერმანელ ოლბერგთან და აი თუ შეიძლება რომ გაიხსენოთ აი ჩემპიონატი. ეს რაიდან გამოსცენეთ რა. ეს პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო ახალგაზრდებში რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა მარაკანაზე და სპორტის სასახლეა იქ დაახლოებით 30,000 კაცი ეტევა მეტი თუ არა რა. საკმაოდ დიდი დარბაზია და ეს დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით. ახლა რა მოხდა მე არ დამაყენეს ქვემძიმე წონაში და მაჭიდავეს მძიმე წონაში. ახლა ეს ოლბერგი იყო დაახლოებით 2 მეტრამდე სიმაღლის, 130 კილო. აი ათლეტი იყო ისეთი და დავიწყეთ ჭიდაობა და ერთი გდება გაუკეთე 2, 3, 4 რაღაცა გავიდა რა ვიცი ხა დრო ზუსტად ხო აღარ მოსწონს მაგრამ რაღაც დამთავრებამდე რჩება 9 წუთი თუ 1 წუთი და მომცეს კეიგუგუ მე გდებები რაც გავაკეთე ყველა გდებაში ამ 5 გდებაში იუკო კოკა ნუ ცერს ვარტყავდი რა ძალიან კარგად ვაკეთები და ამხილაგად ვარდებოდა რა ეხლა რა არის თუ სუფთა არ მოუგე წაგებული ვარ ნუ აბა ავეტაკე ამ კაც 1-2 გდება ამ 9 წუთში კიდევ დებებს უკეთებ დარჩენილია რაღაცა 10-15 წამი გააჩერა და მომცა ხანსოკუმაკე საჯმა ხანსოკუმაკე ნიშნავდა მომხსნა რა შეხვედრიდან მე ახლა ახალგაზრდა ესეთი წაგება რაღაცა და ნუ აინგრა დარბაზი 10 წუთი 15 წუთი ღონისძიება შეწყდა ეს მსაჯი გააპარეს მე არ გამოვდივარ იქიდან დატამიდან არ გამოვდივარ ნუ იმიტომ რომ ისე დაიძაბა იქ ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ შეიძლება ჩაშლილიყო ჩემპიონატი მთლიანად და წარმოვიდგინა ეს საბჭოთა კავშირის სპორტსმენმა გააჩინა არასპორტული საქციელი კი წავაგე ნუ იყო მსაჯების გადაწყვეტილება და ეხლა არის ვიდეო რეფერია რაღაცა გაემეორებენ და ეს ყველაფერი რაზე მოხდა მე დავითრიე ეს კისრუს ვაკეთებდი ხოლმე ხა შეიძლება იმით ერთხას რაღაცა ფეხი მართლა დავადგი მაგრამ არ გავქცეულ ვარ ჭიდაობის რაღაც მომენტში გავედით მაგრამ ნუ ეტყობა ესე იყო მაშინ რაღაცა საბჭოთა კავშირთან მაინც რაღაცა არ ეხადებოდა ხო რა უკვე მომდევნო წელს ევროპის ჩემპიონატი იყო ახალგაზრდებში თურქეთში და მათ საერთოდ ყველა ისე რომ ილეთი ვერ გააკეთა თქვენ წინააღმდეგ ვერავინ ხო ესე ნამდვილად ეს იყო მაშინ ისე 75 წელში მან როგორ მოხდა არ წამიყვანეს დიდების მსოფლიოს ჩემპიონატზე არა და მეკუთვნოდა იქ ორ კაცი მიდიოდა ხარშილაძე და ბეთანოვი და ბეთანოვთან მოგებულიც ჰქონდა საკონტროლო შეხვედრები გვაჭიდავეს და
რა ვიცი, რამდენი გდება გაუკეთე, ბოლომდე ვერ მეჭიდავებოდა რა, ისე ახლა ტრაბახობ, მაგრამ ნუ სიმართლე ხო უნდა მოხდეს ისტორიაა რა, რაღაცას მიხსენებ. მე მახსოვს, რომ ბეთანოვი იყო რაღაც სპორტ საზოგადოება დინამოს და წარმომადგენელი და ზუსტად თავარი დინამო იყო და რაღაც ზუსტად მასში იყო საქმე და დინამო იყო სპორტ საზოგადოება დინამოს წარმომადგენელი იყო მთავარი მწვრთნელი, ესეც დინამო იყო და ესე გადაწყვიტეს და შენო ახალგაზრდა ხარო ადიო ეხლა ევროპა იჭიდავეო აი და მე კიდე ნუ რა ვიცი რა ძალიან განვიცადე მაშინ ისეთ ფორმაში 75 წელში რო ვიყავი მე ხო გავხდი ჩემპიონი არ ყოფილი ვარ არასდროს აი ვერ მეჭიდავებოდა ატრაბახით არ ვიტყვი ვერავინ აი ჩემი წონები რაღაცა რო საკონტროლო შეხვედრები იყო რაღაცა ეს და ნუ ესე მოხდა როგორც მოხდა რა 77 წელში კიდე სოფლიოს ჩემპიონატზე დამაყენეს 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა სოფლიოს ჩემპიონატები და ჩაიშალა ეს ესპანეთში უნდა ყოფილიყო რა მე მგონი კი ესპანეთში უნდა ყოფილიყო გამოაცხადეს შემადგენლობა იქ რაღაცა ესპანეთში არეულობა მოხდა თუ რა ვიცი რაც იყო იმ პერიოდში და ჩაიშალა ჩემპიონატი და წამოვედით მომზადებული უკვე რო ერთი კვირით ადრე გვეუბნებიან რომ ფრანკო გარდაიცვალა მაგწეს და ცოტა და ეს თვითონ დაემთხვა იქ და ჩაიშალა ეს ჩემპიონატი თორე 77-15-ში ხო ამის გამო არ დამაყენეს 17-ში დამაყენეს და ვეღარ მე 19-ში ჩემპიონი გავხდი და 91-ში გავხდი ჩემპიონი 2 წელიწადში ერთხელ იყო ხოლმე ჩვენ დროს 76 წელში თქვენ ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდით ძიუდოს სამყაროში თქვენს ზონაში და ნუ რატომღაც მოხდა ევროპის ჩემპიონი გახდა იმ წელს 76-ში და რატომღაც მოხდა ისე რომ 76 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ და მიზეზად რას დაასახელებდით რა იყო მიზეზად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩატარდა მოსკოვში 75-76 წელში რა აღარ მახსოვს ახლა წელი ზუსტად აი ოლიმპიადის 75 წლის ბოლო იყო თუ არ მეშლ. და ისეთი იყო პირველი შეხვედრა შევხვდი ივანოვი იყო გვარი არც მავიწდება ახლა თუ არ მეშლება და აი დაიწყო ჩოქდანში ჩავარდი და 4 წუთი მახრჩობელას მიტარებდა რა არ აგვაყენა საჯმა არაფერი და დამთავრდა შეხვედრა და ადგილზე გაუშვიდეს ხელი იმას და წააგო მეორე შეხვედრა იმან და გამოვარდი როგორც იყო გავხდი ევროპის ჩემპიონი მე რაღაცა იქ ნუ ესე იგი ამ თემაზე ჩვენი იყო რამაზ ხარშილაძე უმაღლესი კლასის მოჭიდავე აიყვანეთ და ვერცხლის მედალი დაიკავა და რა ვიცი მეც მაცხონოს მისული აბსოლუტურში ჩოჩიშვილი იყო აბსოლუტური ჩოჩიშვილი იყო და მესამეზე და თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული 79-ია როცა უკვე სპარტაკიადაც მოიგეთ სოფლიო ჩემპიონატიც მოიგეთ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დაგასახელეს 79 წელი ნამდვილად ჩემთვის სპორტული კარიერის მანძილზე ყველაზე უხმოსავლიანი იყო ესე ვთქვათ გავხდი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი ეხლა აქაც ის მოხდა რა კურიოზული ამბავი მოხდა რა შეკრებაზე ეხლა ვართ რამოც ხარშილაძე გამოაცხადეს ქვემძიმეში ჭიდაობს ძიმეში არიანი ჩოჩიშვილი, ბონაშვილი და ნიჟარაძე. მე ავდექი ჩავალაგე ჩანთაში ესენი არავის არ უთხარი და კი დავარღვია სპორტული ისა და წამოვედი. შეკრებიდან. ეს ახლა არ გახმაურებულა უკვე წლებია და ჩავლილი საქმეა და გიყვებით რაც იყო რა. ჩამოდის გურამ პაპიტაშვილი მეორე დღეს ჩემთან სახში და სახშის ტელეფონზე დარეკა ჩამოვალ არ მინდა მეთქი რა და ჩამოვიდა ვეუბნებათ. აი სოფლიოზე ვიძახით რომ არ დამაყენეს იქ ჩაიშალა მოიშალა აქ რა ჩემპიონატია ჭიდაობაც არ მეკუთვნის. აი აბსოლუტურში აი ჩოჩი რომის მაგერ მაყენებთ მეთქი მე უთხარი რა ვერ ვიგებ მეთქი რა ხდება რა. ერთ სიტყვით ჩამოყვანა უკან და გამოაცხადეს იქ რომ აბსოლუტურ ზონაში შენ უნდა იჭიდაო. მთლიანად საბჭომ მიიღო მაშინ ესეთი გადაწყვეტილება და ფინალში შევხვდი სერგე ნოიკოვი იყო მიუნხენის არა მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი მაგას მოუგე.
მოვიგოვი უახსოვს კი. მერე იყო პარალელურად ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, იქ გამარჯვებული და სპარტაკიადის ჩემპიონი ხდებოდნენ ერთმანეთს. მეტლიც კი იყო ბელარუსი, ის გამოვიდა და იმას კიდე 10-20 წამში მოუგია. ანოსოს ან ხელაკაცი კისრული გაუკეთე თუ არ მეშრება და ერთ სიტყვით ორი ოქროს მედალი ავიღე ამ სპარტაკიადაზე და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გავხდი პარალელურად რა. ესე იყო. მერე ევროპის ჩემპიონატი იყო ბრიუსელში ჯერ ევროპა იყო და მერე სპარტაკი ჯერ ევროპა იყო და ევროპის ჩემპიონატზე ჩავატარე 7 შეხვედრა. არ მოუეხლა ისტორია ალბათ ისინი მოუგე ლორენც რომელიც გედერის კიტმან ლორენცი იყო ეგეთი ძალიან ძლიერი მოჭიდავე იყო ნახევარფინალში იმას მოუგე ვანდერვას მოუგე ნუმანი იყო ну რა ვიცი 7 შეხვედრა რაღაც სხვა იმით ფორმულით ჩაატარეს რა ყველა ტრიულივით ჩაატარდა და ყველა შეხვდა 7 შეხვედრა და ერთ-ერთი კიდევ ეს ლორენცი იყო მე ვანდერვას შეხვდი და იქაც ორი ვაზარი მოუგე და სამწუხაროდ მომავალ წელს მოსკოვში წავაგე რა ეხლა ეგეთი რამეც მე მგონი 9 ჯერა გაქვს დაჭიდა 8 ჯერ მოუგე და ერთხელ წავაგე რა ესე თან 2 ჯერ მოუგე სოფლიო ჩემპიონატის ფინალი 2 ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალი ერთხელ ნახევარფინალი ევროპის თბილისის ტურნირზე 2 ჯერ გერმანიაში შევხვდით კიდე რა საერთაშორისო რაც ეთქვით ძალიან მაგარი ჯიუდოისტი იყო ეს არა რომ მეუგები და ძალიან მაგარი სერიოზული მოჭიდავე იყო რავი რამდენი მედალი აქვს სოფლიოს ევროპის ჩემპიონატის და რაღაცა პრიზი 2 აბსოლუტურში რამდენჯერ ერთ სიტყვით ჩვენი წონა რო არ ვიტრაბა ხო მოსკოვში მე რომ მოუგე ლორენც ოლიმპიურ თამაშებზე ალბათ ამ შეკითხვასაც დამისვავდა რომ უნდა დამისვა ლორენც მოუგე ნახევარფინალში ну ფინალში იცით რომ დაუმარცხდა 3 დღის შემდეგ ლორენცი გახდა ოლიმპიური თამაშების აბსოლუტური ჩემპიონი. აი წარმოიდგინეთ ამ წონის სიძლიერე ვინც ვიყავით რა. ანჟელო პარიზი იყო კიდე კი იჭიდაო ოლიმპიადას ძიმე წონაში, მაგრამ ქვემძიმე წონის მოჭიდავე იყო თბილისში ვარ შეხვედრილები და აი ფაქტიურად ეხლა იაპონელები რო არ იყვნენ უკვე ჩვენ ვიყავით ქვემძიმე წონა იყო დომინანტი რა აი იქ პარიზი გახდა ჩემპიონი ძიმე წონაში აბსოლუტურში ლორენცი. თქვენ ძიმე წონის მოჭიდავე აი მოსკოვის ოლიმპიადაზე. სერიოზული წონა იყო და ვიცი, ბევრი მოსაგონარია, ბევრი შრომა. ახლა ყოველთვის ესია 90 კილოგრამი ყველაზე ისეთ პრესტიჟულ წონად ითვლება და 95 იყო. 13 და მე 15 და ასე ყოფილიყო რამდენ წონას ვიკლებდი 8-9 კილოს ვიკლებდი ყველა შეჯიბრის და ისე თქვენ მე მგონი აბსოლუტურში არც დამარცხებულ ხართ. არ წამიგია ძიმე წონაში არავისთან არ წამიგია იქ სამხედროების ვარუშომკას ეძახდნენ რამდენჯერმე ვარ ჩემპიონი ის იყო მეგობრული არმიების ჩემპიონი სოციალისტური ქვეყნების სტარდებოდა ის ამაკავი რამდენჯერ მოგებული არ ვიცი რაღაც ახალგაზრდები აქვს კიდევ ტურნირები და არ ტრაბახობ მაგრამ ფაქტია და უნდა იტრაბახოთ როგორ უნდა იამაყოთ ამით ჩვენ უნდა ვიამაყოთ თქვენ უნდა იტრაბახოთ იყო ერთი ესეთი შეკითხვა მექნება ესე იგი აი ნუ ძალიან დიდ ძიუდოისტებთან ხართ შეხვედრილი და რომელს გამოყოფდით აი ამ ძლიერ მეტოქეებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოყოფდით რომელ ორთაბრძოლას ჩემი ეხლა თქვენ რო ავიღოთ ძირითადად ვანდერვალთან მქონდა აი ეს გამოყოფდი რა ლორენცი იყო ძალიან მაგარი და ნახევარფინალში ვჭიდაო მის ღირსებაზე ვლაპარაკობ ეხლა და მატი არა აქვს საჭ დაბლა ჩავარდით მე დაბლა არ ვჭიდაოდ მოვტრიალდი და მოვიდა უკნიდან დამარტყა ზურგზე ხელი შემომატრიალა და გავაგზავნოთ ჭიდაობაო ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში ამას ეხლა თუ არ ხარ სპორტსმენი, დიდი სპორტსმენი, არ გააკეთებ რა. და ვაშკაცის სულის ეთყობა ქართული ჭიდაობა ქონდა, ნანახი და იცოდა რომ უკნიდან არ შეიძლება დაფისრა. არიან იქაც ყველგან არიან ეხლა. რა თქმა უნდა ეს ეხლა მაგრამ აი ესეთი მომენტი მახსოვს რომ შეეძლოთ დავეგდე და იქ მე მესამესთვის ვიჭიდავდი ოლიმპიადაზე იმას მოვიგებდი, წავაგებდი ეხლა 100%-იან, მაგრამ აი მისი საქციელი დაძაბული იყო ყოველთვის ვანდერვალთან 79 წელში
საფრანგეთში აი ძალიან ისეთ სამწუხაროდ არ მაქვს ეს ვიდეო ფირები რომ სადაც რამოდენიმე შემორჩენელი სადაც ვაგებ მარტო ის ფირები ტრიალებს ხოლმე და მაინც არა და ესეთი ამბები იყო რა ვიცი აი ნოვიკოვთან შეხვედრა მე აი ვანდერვართან და იმასთან ნოვიკოვთან კიდე დაძაბული იყო ახლა სპარტაკიადის იყო და რაღაცა თან ესე მიდიოდა მოდიოდა ხო ნოვიკოვი გვახსოვს თბილისშიც ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ძალიან ისეთი რადგან თბილისზე საუბრობთ იქნებ ეს თბილისის დიდი ტურნირების გავხსენოთ ბატონო თემურ როგორც მაშინ მცირე მსოფლიო ჩემპიონატსაც კი ეძახდნენ და თუ რა ვიცი ვიღაცა იყო ცნობილი ყველა ჩამოდიოდა კა ენდო გინდა იამასეტა გინდა რიუსკა გინდა რა ვიცი ვინ არის იგივე პარიზზე და იქნება გაიხსენოთ ის ტურნირები და თუ არის ნეტა შესაძლებელი როდეს იმის დარი ტურნირები არ დგეს რა იყო ხოლმე ახლა მე 60 და მე მონაწილეობა მივიღეთ 74-ში პირველად მე თუ არ მეშლება რა მაშინ ფინალი წააგეთ 74-ში აი რომ სასწაული იყო რა სპორტის სასახლეში რა ხდებოდა ადგილი არ იყო აყურებელი მოჭიდავეები ეს ყოფილი საბჭოთა მაშინ ამხელა ტურნირები ესე არ ტარდებოდა რომ ამდენ ქვეყანა ესეთი მოჭიდავეები ჩააბრძანეთ რა რიუსკადან დაწყებული ერთი გეზინგს ჰქონდა დამთავრებული უკვე და გეზინგი არ ყოფილა დანარჩენი თუ ვინმე უჭიდავია დღემდე ძიუდო ყველა ნაჭიდავები იყო თბილისის დღემდე ახლა რომ შეიცვალა გრანდსლემებია რაღაცა ახლა ზოგი ეს ტრენერი იყო გორში იჭიდავა საკლუბო მასტერსზე არ ჩამოსულა და არა ძალიან რა ვიცი როგორ თავისი მაყურებლით რაიონებიდან მოდიოდა ხალხი მატარებლები ჩემი სოფლიდან დილის 5 საათზე მოდიოდა მატარებელი თბილისი გორი დადიოდა რა ეს მატარებელი და ფელი ჩემი სოფელი მატარებელს მოყვებოდა რო ჩამოსულიყო და დასწრებოდა ამ ღონისძიებას და ესეთი გულშემატკივრი ესე იყო ქუთაისიდან ბორზალიზები ჭიდაობდნენ აკო ამზე ხომ ზედმეტია ადგილის იმასე და კიბეზეც არ იყო ხოლმე ადგილი და ზევით ბოლოს მეორე იარუსის თავზე ესე გადმოსახედი ისინი იყო ხოლმე და ისიც სულ თავებით ჩანდა სულ სავსე იყო ხოლმე რა 60-ში მე და ანჟელო პარიზიმ ბიჭიდავეთ რა რაღაც აღulis ბუშტი მაწუხებდა მაშინ აი დაძაბული შეხვედრა იყო იუკო მოგეთ რაღაცა შევბოჭე რაღაც ამები და სიტყვით რამ არიანში არ იყო შეხვედრები რა ძალიან მაგრები კიდე რა ვიცი ჩოჩშვილი და ეს კორეელს შეხვდა პანჩონკირი იყო თუ გახსოვთ რა შოთა როგორ არ მახსოვს შოთა როცა მე იმან ძებოდა რომ დააწვა და რა დარბაში ხალხი ტიროდა ეხლა და რა ვიცი რამდენი აი ესეთი ერთ რამეს გავიხსენებდი არ შეიძლება თქვენსა უგებდა შოთა პანჩონკის კი მაგას ვიძახე უგებდა და ხალხმა რომ მიდი შოთა მიდი სუფთა და ქართულად ეს სუფთა და მოინდობა მართლა გაკეთება ამ სუფთასი და მოხდა ისე რომ ეს 300 კილოიანი კაცი თუ 200 კილოიანი კაცი ზევიდან დააწვა და ხდება აი სამწუხაროდ იყო ეგეთი შემთხვევები და ამ ტურნირებზე გაიზარდნენ მე მომავალი თაობები არა რომ ტარდებოდა ამხელა ღონისძიებები იყო ახალგაზრდები ვიყავი და ნელ-ნელა და რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონმა სოფლიოსმა იჭიდავა და გაიზარდა და რა ვიცი ეს ჩვენთვისაც 4 ქართველი 5 ქართველი გამოდიოდა ამ ტურნირზე და პოპულარობა მოიპოვა თვითონ ძიუდომ აი დღევანდელობა ესე არ ხდება რომ აი ძიუდო დღეს არის ძიუდო იყო არის ვითარდებოდა მოვიდა და დღემდე ვარ და მადლობა რომ აი ეს ტრადიციაა ძიუდოში გრძელდება და წარმატებებს ახსენებენ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიოს დაჭიდაო არენაზე. წელს რაც მოხდა ეს ხომ საერთოდ ის არის შერეულშიც კი მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. გუნდურში. ბატონო თემურ, ვისაც თქვენი ჭიდაობა უნახავს და ახსოვს მე უფროსებისგანაც ხშირად გამიგია რომ თქვენ წარმატებას უმეტესად აი სწორედ ქართული ილეთებით ახსოვდით ხოლმე. რამდენად, როგორ ფიქრობთ, აი რამდენად უწყობდა ხელს, თქვა ქართული ჭიდაობის კარგი ცოდნა ჭიდაობის სხვა სახეობებში გამოსულ ქართველ ათლეტებს. ქართულ ჭიდაობას
უდიდესი წვლილი აქვს ქართველი ჩემპიონების, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ჩამოყალიბებაში. ხო, ჩამოყალიბებაში და წარმატებაში. ჩვენ უნდა უმადოთ ჩვენს ეროვნულ ჭიდაობას, რომ ყავს ამდენი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. მადლობა უნდა უთხრათ აი ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც აი ეს ქართული ჭიდაობა გვაჩუქეს, დაგვიტოვეს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია დღესდღეობით და შეტანილია ქართული ჭიდაობა. ხო და აი ეს ღონისძიებები, რომლებიც ტარდებოდა სოფლებში და იქ პატარა ბიჭები გამოდიოდნენ ამ ნახევარზე ჭიდაობდნენ, ნელ-ნელა ამან ყველაფერი გადმოინაცვლა, გადმოვიდნენ, დაიწყეს ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში, ბევრი მაგერ არსენ მეკუკიშვილი იყო საქართველოს, ლევან თედიაშვილი ჭიდაობდა და რა ვიცი, რომელი ერთი ფალავანი ჩამოთვალო განსაკუთრებით თავისუფალ ჭიდაობაში და პირველ პერიოდისა და ძიუდოში ვინც და სამბოთს იყო ხოლმე, რა თქმა უნდა, ჭიდაობდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატები ტარდებოდა და აქ აი ქართული ჭიდაობით გავდიოდი ფონდ ძირითადად. მე ხლა არ დაგიმალოთ ვიტყვი, მე არ მიყვარს. მე რო საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოვხვდი პირველად და ვარჯიში, ჩვენები ვარჯიშობდნენ ყველაზე ცოტა და ყველაზე მეც ვარჯიშობდი მე. ცირბილი დილით, იქ რაღაც შესრულები, რაღაცები ვაკეთებდი რა ამას და ჩვენები კიდე აი ბუნებრივი ტალანტით გამოდიოდნენ ჩვენი ბიჭები რა, ძირითადად რა. არ უყვარდათ ვარჯიში. მე ნელა განვითარდა და წინწავეთ, ნუ სიმართლე ესე იყო რა, მე ჭიდაობა არ ვიცოდი. მე აი სოფელში როგორც ახლა მითხარით, როგორც სოფელში ჩვენი სოფლის გუნდი წავიდა ვარიანში ფეხბურთის რაიონის პირველობები იმართებოდა. თქვენ ფეხბურთს თამაშობდით, ფეხბურთი კალათბურთი. მონაწილეობდი სასკოლო მიყვარდა რა სპორტი და დაინტერესებული და სულ ელო ჩემი ბიუზა პირველი უნდა მეყიდა და ამეკითხა რა შვებოდნენ ჩვენები აღა ფეხბურთი ჭიდაობაში რა ხდება დამძინვარებული ვეფხვის შავი ხის დარბაზში წავიკითხე ერთხელ გივი კარტოზიაზე ეწერა რა ვერ დღეს მოიგო 4 შეხვედრა ირანში თუ სადღაც ჩემპიონი რაღაცა ღონისძიება იყო ახლა დამოვიდა რა დიდი ხება პატარა ბროშურა იყო რა და ეს სიტყვა ხერ აქეთ-იქით გადავდივარ მე შეკითხვას რომ ისო და ამიტომ რაღაცები რომ რაც მაგონდება იმას იყვებით რა თქმა უნდა ხო და ნაჭიდავის ერთი პატარა ბიჭი ყუტანით ასაკით უფროსი და ბიჭო აი ბიჭი ჩამიხტა ეს რომ ჭიდაობდა და გამაქანა დამახეთქა და გამოვედი კიდევ დავეტაკეთ მეორე მხარეს ჩამიხტა დამაგდო და დავიწყე ტირილი ერთი ამ პატარა იმან როგორ და მივედი სამბოზე რა ეს იქნებოდა 14 წლის რა აი უკვე ესეთი ვიყავი და მივედი გივი ზაუტაშვილი ძნელია დღესაც ცოცხალი აღმოჩნდა დიდხანს სამყოფოზე და დავიწყე ვარჯიში და აი იმან მასწავლა მე ჭიდაობა მივედი აი კამრიდან აი ეს მოგვერდი ეს რასაც ქართულია გარესარმა ცერული და დავიწყე მე და ქართულ ჭიდაობაში სადაც მიჭიდავი არ წამიგია სოფლებშიც ვიჭიდავე მე ეს ამას მოგიყვებით რა საგარი რა ქარელს ხედურელი ძმაკაცი მყავდა იურა ასპანაძე ერთ კურსზე ვსწავლობდი ჭიდაობდა მოჭიდავე და სოფელში ვარ მაგასთან და ფეგურიო თან ჩამოვედი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდი სამბოში ჭაბუკებში კურსკში ჩამოვედი 3 დღეა გასული ეხლა მაშინ ხო არ იყო აუ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა ჭაბუკებში დაიწერებოდა ლელოში დაიწერა დამთავრდა და ყველა ხო არ იცოდა მე ჭიდაო ვინავარ ვარჯიშობ დღე და ღამე დავივარ 2 საათი და 5 საათი დარბაზში ვარ ხო არ იციან ეხლა ხო ამოდი რა ჩვენი სოფლის სახელი თუ ჭიდაო ეგენად სალემატკი და ქარელში საჭიდაო იყო აი მთელი ქარელის რაიონი რა მე შავი საცვალი მაცვია რა ეს აღარ მოყვები გვარდასახელს ვინა პირველი ვიჭიდავე მოვიგე მე აბა გადიკიდე მე ვთხარი თუ ჭიდაობა უნდა ვეთქი რაღაცას გამოვიდეს მეორე ვიჭიდა არ გამოვდება ეს მესამე ვიჭიდავე მოვიგე მეოთხე ვიჭიდა გამოუსული 4 შეხვედრა ვინ არის თქვენი დედავატირე ერთი კაის საჭიდაო საცვალი ვერ უყიდე თუ არის ხოდა ეგრე ჩაიარა ეგრე დაიწყო ქართული ჭიდაობა პირველ 17 წლისამ ვიჭიდავე ქართული და მე სოფლებში დავდიოდი ხოლმე წავიდოდი და რა ვიცი სადაც იყო ჭიდაობა და ჩემსოფლელები წარმოთემო რაკეტიკი და მივიდოდი ჭიდაობდი და მე ესე დავიგდე სახელი რა რა ვიცი ეგრე იყო რა ეს
ისტორია მოვყევი ქართულს, მე ფალავანის გავხდი საქართველოსი და რა ვიცი, მიყვარს და ჭიდავ ქართულს, მე ჩემპიონი კი გავხდი მსოფლიო ძიუდოში, მაგრამ ვიჭიდავ ქართული ჭიდაობა, რასაც ქვია, დაბლანი არავინ მტკივნეული არ გამიკეთებია და მახრჩობელა. კიმანო კი გეცვათ, მაგრამ ჭიდავდით ქართულ ჭიდაობას ჭიდაობდი რა. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისე ქართულ ჭიდაობას, აი ამ წარმატებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აი კიდე რა გეგმები გაქვთ და საერთოდ როგორ ფიქრობთ, აი კიდე როგორ უნდა განვითარდეს სპორტის ეს სახეობა? რა ვიცი, სხვადასხვა გეგმები მაქვს რა. არის რაღაცა აი ეროვნულია ჩვენია რა. არის მაგალითად უყურებ მე იაპონელები როგორ პატივცემენ, როგორ არის განვითარებული სუმო და როგორ მედის. აი ეგეთი ჩანაფიქრიც მაქვს. მარტო გზით რო წავიდეთ, მარტო ძიმე წონები გამოდის, სხვა წონები დაგვრჩება და ყველა აი ძალიან ბევრი საფიქრებელია. აი ახლა რა ვიცი, ამერიკელებმა გამოწვეს სურვილი რომ ამერიკაში კლუბი გახსნეს და ავარჯიშებენ. ახლა ბევრი ისინი ნომალაპარაკეთ, იმიტომ რომ მე არ მიყვარს რომ რაღაცა შევპირდები, ვიტყვი ის უნდა შესრულდეს მერე. ის თუ არ გაკეთე, ამიტომ წინასწარ ეს ჩემპიონატი ძალიან ბოლოსკენ გავაჟღერო, რომ ვატარებდი, იმიტომ რომ ამაზე იყო შეთანხმება, დათანხმება სპორტსმენები, ჩამოყვანა, აყვანა, მოყვანა, ბილეთების აღება, საფრიზო ფონდი რაღაცა და აი ძალიან ბევრი რაღაც ახლა კიდევ თავიდანაც აღნიშნე და ვიდახი რომ სახელმწიფო დახმარების გარეშე მსგავს ღონისძიებას ვერ ჩაატარებ, ვერ გააკეთებ. რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით და აი ერთი სიტყვით რა ვიცი, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს და მინდა რომ ეს ყველაფერი გადავიტანო, დაიწეროს და ამაზე დავიწყო მუშაობა და ეხლა რო თქვა რომ ეგეს იქნება, მასზე გემოს ვიზავ და ესე იქნება, არ მიყვარს სიტყვების რახარუხი რა, იმიტომ რომ საქმე უნდა დაწეროთ, შეათანხმო ყველასთან და მერე უნდა დაიწყო მისი აღსრულება და მოყვანა ამის სისრულეში. რომ ეხლა მე მაყურებელმა მომისმენებს და თქვა რაღაც არ გამოვიდეს, მე იტყვენ აი გამოვიდა ხუღულურმა ილაპარაკა და ამიტომ არის აი ისე თქვი ახლა სუმოს ჩემი ხედვები რა, აი ესეთ მიდის. მოდის მეორე მხარეს რომ აი დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები უფრო აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენ ჩემპიონატში და ეს შეიძლება მარტო რაღაც კომერციული დატვირთვაც მიეცეს საომავლო თანამშრომლობებს შუა აზიელებთან თანამშრომლობა იმათაც აქვს ეროვნული ჭიდაობები და დავაინტერესოთ ისინი ერთობლივად ჩავატაროთ მსგავსი ღონისძიებები იმათთან ჩვენთან რაღაც კლუბური სისტემა განვითარდეს სტარტაპად აი სოფლებში მინდა რამოდენობა რომ დაასრულდეს ქართული ჭიდაობის კლუბები აი სოფლებში ახლა თბილისში ცოტა ძნელია და სოფლებში არიან რა საჭიდაო დარბაზებია მათთან თანამშრომლობით აი ერთ სიტყვით მონახაზები მაქვს ეს ყველაფერი დაიწერება გადმოიტანება და რა ვიცი წლის ბოლოს და მომავალ წლის დასაწყისში უკვე აი მეცოდინება ყველაფერი რას ვაკეთებთ როგორ ვაკეთებთ რა მიმართულებით მივდივარ და თქვენ ეს სუმო არაერთხელ ახსენეთ როდესაც საუბრობდით და სუმო იმითაცაა გამორჩეული რომ ფალნატილი ჩანს იქ ტრადიციები ხო ეს ახლა ისტორია და იგივე ბაშოც სვანაერია ნუ ჩაცმულობა გენერალს უსვამენ ამას ხას ხო არ გიფიქრიათ რომ აი დღევანდელ ქართულ ჭიდაობაში იგივე ვთქვათ აი ფორმატს რო აცვიათ ეს ჩოხები ვინაც ფერი ავიღო წითელი და ლურჯი აი უფრო სამბოს თან არის ასოცირდება ალბათ იგივე ის ტატამიც ხო არ შეიძლება რაღაცა ხო არ გიფიქრიათ ან ხო არ აჯობებდა ეს რაღაც თუნდაც ფორმა იყოს ცოტა სხვანაირი ან ფერები იყოს სხვანაირი იგივეც აი სველ ქვიშაზე შეიძლება ალბათ ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით რა და მე ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ თეორია კიდევ რომ აღნიშნე იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის იქ რაღაცა შეცვლა როგორ არის არ ვიცი რო რაღაც შეიცვალოს მე ძალიან ხშირად მაქვს ჩვენს ბიჭებთან რომ ამ ჩოხის ფორმასთან შეცვლის საკითხი რომ იქნებ ხო არ ჯობა მოდი რა რაღაცა ექსპერიმენტი ჩავატაროთ გაჭიდაოთ რა აი ძველი თუ დაუბრუნდებით ისე ისტორიულ რო უყურებთ ჩვენს ძველ მოჭიდავეებს აი ტრადიციულად არ იყო რა ცოტა ძელი მოჭერილი ჩოხები ბრიჯებივით შარულები აცვიათ იკაპიცერდა სხვაგან ფორმატი
დიზაინერებთან ერთად, ისტორიკოსებთან ერთად, ეს არ არის მარტო ალავერდის ფრესკაზე ცხოვრება გამოსახული. ჩემი გადასაწყვეტი ქართული ჭიდაობა ეს ეკუთვნის ქართულ ხალხს, მისი საკუთრებაა, მათი გადასაწყვეტია, მათი ნებაა და სპეციალისტები მოყვარულებთან ერთად შეიძლება დიდი ავიცი რა პრესკონფერენციას დავართმევთ თუ რაღაც ღონისძიება გაიმართოს ისეთი, აი როგორ ჯობია რა შეაფასონ, აი ძალიან მიხარია რომ მოგვიწვიოთ ჯელო, მოვიწვიოთ სხვები, ერთობლივი მსჯელობა იყოს, აი ქვიშა ნახერხზე. აი გორში ჩავატარეთ ღონისძიება ახლა ვლაპარაკობ. ნახერხი დაგჭირდა და ნახერხი ვერ ვიშოვეთ. ნახერხი არ არის. ვერ ვიშოვეთ და მე და კასპის მუნიციპალიტეტს ქონდა იქ საჭიდაობები ტარდებოდა იმას სადღაც რაღაცა იქ მოვაგროვეთ ეს ნახერხი და ჩავიტანეთ გორში. ეხლა სადღაც ატარდება აი ნახერხი არა მაქვს მირეკავენ ეხლა და ამასაც ორგანიზებაცია უნდა რომ ჩემი აზრით ეს ქართული ჭიდაობები ძალიან ისია მიშვებული რა ვიღაცას მოუნდება და რაღაც ეს ამასაც უნდა მოყვანა ფორმაში რომ ღონისძიება რო ტარდება ქართული ჭიდაობა უნდა ჩატარდეს ისე რომ ეს სანახაობრივად თავისი როგორ რა ვთქვა აი რასაც ვიძახით ჩვენ ტრადიციებს აი იმასთან ახლოს უნდა იყოს არ შეიძლება ვისაც მოუნდება და ამავე ჭიდაობა ჩავატაროთ ამიტომ ამასაც რაღაცა ფორმაში ჩასმა უნდა როგორ ჩავატაროთ ეგ მუნიციპალიტეტი ატარებს მერე მირეკავენ ჩოხამი და აი გამოიში მსაჯები გამოუში აბა ისინი და ამიტომ ამას უნდა რაღაცა სისრულეში მოყვანა ყველაფერს რომ შეთანხმებულად განა ვისმეს უშინით რომ ჭიდაობა ჩაატაროს მაგრამ უნდა იყოს ლამაზი სანახაობრივად და ესთეტიკურადაც ლამაზი რო იყოს ქართული ჭიდაობა რომ სოციალურ ქსელში ტრიალებს ეს ყველაფერი და უყურებენ აი უცხოელებმა ეხლა მე საინტერესო რამეს გეტყვით მსაჯი ესე ჩვენებოდა ჩვენი მსაჯი ვინც ვეგებდა მოვიდოდა და გვეუბნება რომ ქართულ ჭიდაობაშიო გამარჯვებულსო ხელს უწევენო და რატო არ აკეთებენ რომ დავიწყეთ ეხლა ჩემპიონატი პირველი მეორე მესამე შეხვედრაზე შემჩნევა მოხდა იტალიელმა მე დაუძახეთ მსაჯებს და უთხარით რომ მოვიდნენ და უცხოელებმა გვესაყვედურეს როგორ ხელს რატო არ უწევს გამარჯვებულს და რატო არ ართმევენ ერთმანეთს ხელს და მე გაგძელდა ყველა აი პატარა ნიუანსია და ყურადღებას აქცევენ აი ეთნოსპორტის პრეზიდენტი იყო რა ერდოღანი ბატონი ერდოღანი ჩაუბრძანებული და ხო დიდი ერდოღანის ვაი ხო ეთნოსპორტის სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტია. ეთნოსპორტები იქ ახლა სხვადასხვა სპორტის სახეობებია, ეროვნულები, რომლებიც არსებობენ კიდევ ვიძახი აი ყურაშის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმაა. იქ ცხენოსნობა არის ჩვენ ხო გვაქვს რა ქვია იმას. ხრიდოლი დაუშვათ. ხო და რა ვიცი, აი იქნება რაღაცა გაერთიანებაში როგორ წავა თანამშრომლობა რაღაცა ამათთან შევხედავთ რა არის კიდევ გვინდა რომ რაღაცა ესეთი სამაქვს რომ სადღაც აი რამე ევროპის ოლიმპიადა რო იქნება რომ საჩვენებლად ქართული ჭიდაობა შეიტანონ და აი თემებზე ხსნელნელა მუშაობ რომ თუ არ ჩავსვავენ ჯერ როგორც სპორტის სახეობას რომ რაღაცა გამოვიდეთ და ვაჭი როგორც იაპონელები ძიუდო სანამ გახდებოდა თბილისში ჩამოდიოდნენ რაღაც მასწავლე სხვადასხვა ჩემპიონატებზე საჩვენებელ გამოსვლებს ატარებდნენ რა იყო გორშიც ჩადიოდნენ ხო ყველგან დადიოდნენ და საჩვენებელ ამი ბევრი შრომა საჭირო იმიტომ უნდა ჩახვიდე იქ რაღაცა ვარდიში ჩაუტარო ასწავლო და ეგ სიტყვით ახოთ რა ეთანხმებით შრომა ბევრია საჭირო მაგრამ ქართული ჭიდაობა ღირსია იმსახურებს ნამდვილად ამ შრომას სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა მე და დავემშვიდობოდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ჩვენ ძვირფას სტუმარს და დავიტოვოთ იმედი რომ კვლავ არაერთხელ გვესტუმრება. დიდი მადლობა სიამოვნები ძალიან ისეთი ღია საუბარი იყო სასიამოვნო თქვენთან და ისტორია რო იცის ადამიანმა სპორტული ისეთი შეკითხვები დასვნა. ანუ ღირს იმათგან ახალგაზრდობაში დამაბრუნეთ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა.